რუსთაველის გამზირი კი არ იქნება ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც მოქალაქეები ახალ წელს ღია ცის ქვეშ ხვდებიან. ახალ 2025 წელს მოქალაქეთა ნაწილი და უკანონოდ დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან შეხვდებიან. სწორედ საპყრობილიდან გაამხნევებენ ეს ადამიანები რეჟიმის მძევლებს. ნინო ჟიჟიაშვილი გვეტყვის, ვინ და რატომ აპირებს შეხვდეს ახალ წელს გლდანის ციხესთან. მიშა დღეს დაახლოებით 11-ის ნახევრიდან გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან ამ სისტემის პატიმრების ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო საზოგადოება ის ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად უკვე ქართული ოცნების პატიმრებთან ერთად კვირების განმავლობაში აპროტესტებდნენ ქართული ოცნების ქმედებებს. ისინი აქ რამდენიმე საათს გაატარებენ, სიმბოლურად საპატიმროსთან შეხვდებიან ახალ წელს და ეს იქნება მათი სოლიდარობის გამოხატულების კიდევ ერთი სიმბოლური აქტი ოჯახის ახლობლებთან და მშობლებთან ერთად იქ იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით და ეს ადამიანები ახლა მოუწოდებენ ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ დღეს ჯერ მივიდნენ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან, იქ ადმინისტრაციასთან მოეწყობა ერთგვარი საპროტესტო აქცია, თან აპირებენ მოქალაქეები, რომ წაიღონ წიგნები და წერილები, რომლებსაც მოგვიანებით შეუგზავნიან პატიმრებს და ასე გაამხნევებენ. ამის შემდეგ კი ისინი ერთად გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირისკენ. ჩემი სიხარული ახლა იქ არის, სახში ვერ გავჩერდები ნამდვილად. და მოუწოდებ ახალგაზრდებსაც, მის მეგობრებსაც, რომ ზვიადისთან ამოვიდნენ და ხნეობა გვერდში დგომა გამოუცხადონ ზვიადს. ხალისი დაკარგა ამ ახალ წელმა, მაგრამ ბევრი დადებითი დავინახე ახალგაზრდებში, ბევრი მუხტი, აი ქვეყნის სიყვარული დავინახე ახალგაზრდებში და ეს მაბედნიერებს. არავის არ უხარია სახში ახალი წელი. გარეთ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. აი ესეთი მოწოდებები გვაქვს. საჭიროა ვაჩვენოთ საზოგადოებასაც და თვითონ ამ დაპატიმრებულ ბიჭებსაც, რომ მთელი ქვეყანა გვერდში უდგათ. ნებისმიერ დროს მათთან ერთად არიან, რომ არ დააღალატებენ. ჩემი ოჯახისათვის ძალიან უფერული ახალი წელია, ხალისი არ არის, მაგრამ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი ახალი წელი. 2025 წელი იქნება გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისათვის. წავალთ ევროპაში, თუ პრობლემები შეგვექმნება და გზას გავაგრძელებთ ამ ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის მიმართულებით. ჩვენ გლდანის ციხესთან შევხვდებით, ოღონდ იმ იმედით, რომ ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ და საქართველოს გავაბრწყინებთ. ამ წელში გადამწყვეტ ნაბიჯებს გადავდგამთ და სამშვიდობოს გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ახალ წელს 50-ზე მეტი ამ ქვეყნის პატრიოტი ხვდება საპატიმროში, ყველაზე მეტი მათგანი 30-მდე პირი ზის სწორედ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში და იქ აპირებენ, როგორც უკვე მოგიყევით, მათი მშობლები, მეგობრები, ახლობლები რომ შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ გამოხატონ სოლიდარობა, მათ შორის ამ საპატიმროში ტყვეობაშია დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძეც და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც.